მოგესალმებით. ეთერში აპლოს კულინარია. ჩვენი სტუმარი არის ირინე აღაპიშვილი და მასთან ერთად გავიგებთ მეტაფიზიკის სპეციალისტი. კი ბატონო და მასთან ერთად გავიგებთ ჩვენ თუ რა კავშირი აქვს ფენშუის და კულინარიას და ზოგადად გასტრონომიაში ეს ყველაფერი რას აერთიანებს? ფენშუინარია. კი ბატონო. აი რა კაი ტერმინია, უნდა დავიმახსოვრო. მაგრამ იქამდე თუ ამ ყველაფერს ფენშუინარიათი გამოვხატავთ, პირდაპირ მოდი მივუდგეთ ცოტა გასტრონომიულად და მივიღოთ პირდაპირ რეცეპტი იქამდე სანამ თეორიას მოვისმენდეთ. ესე იგი ჩვენ დღეს ვამზადებთ კარგად ნაცნობ სალატს, რომელიც არის ჭარხალი ტყემალში. იქიდან გამომდინარე, რომ გაზაფხულის მოსვლასთან ერთად სალატების სეზონი გაიხსნა, იქამდე სანამ აი ესეთი პირდაპირ ნობათი წამოგვივა დასავლეთიდან აღმოსავლეთიდან თუ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ისაც ჩვენ ძალიან გვიყვარს, იქამდე მოვამზადოთ ისაც ზამთრიდან წამოსული ნატურალური კარგი გვაქვს. ეს არის ჭარხალი კი ბატონო, რომელიც არის რკინით სავსე და ჩვენ მაშინ რომ თქვით ადრე თავის დროზე გახსოვს რომ პოსტკულინარიაში აუცილებლად ყველა რეცეპტი უნდა ყოფილიყო ჯანსაღი, სასარგებლო და ვიტამინებით სავსე. ერთ-ერთი მათგანი გვახალავს ახლა და ჩვენ სალატს მოვამზადებთ და ეს სალატი არის მათთვის, ვინც ჰემოგლობინს უფრთხილდება მაგალითად, მათთვის, ვინც განიცდის რკინა დეფიციტს ორგანიზმში და მათთვისაც საერთოდაც უყვართ გემრიელი საკვები, რომელიც არის ჯანსაღი და ფრეში, ანუ ცოცხალი, ასე ვთქვათ. ჩვენი სალატისთვის აბა რას მეუბნები? რა ბატონო? აბა, ანუ ჩინური მეტაფიზიკა საჭიროა თამაში. ეხლა ჯერ ამოვტუროთ მაშინ საკითხი ქართულად როგორ არის ჭარხალი ტყემალში და მერე გადავალთ უკვე ჩინურზე. სანამ მეტაფიზიკაზე გადავიდოდეთ, მოდი იქამდე ცოტა ქიმიაზე და ცოტა ფიზიკაზე ხო და ჯერ ქიმიაზე დაგალაპარაკებით ერთი სიტყვით. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით კლასიკური ჭარხალი ტყემალში თუ როგორ მზადდება და ყველა ოჯახში თითქმის მზადდება ეს სალატი, ხო? ტყემალი იყოს და. კი ბატონო. ხალბატონო ირინა, თქვენ თუ გიყვართ ჭარხალი ტყემალში? ტყემალი უფრო მიყვარს. მე მაინტერესებს ჭარხალი ტყემალში თუ ამზადებთ ხოლმე, კერძო ზოგადად კერძებს თუ ამზადებთ ხოლმე, მინიმალურად მაინც ჩარევებით და სიახლეებით. კი, დილამშვიდობისა მოგესალმებით, თემა მართლა ძალიან საინტერესოა, ანუ ჩვენთვის ძირითადი თემა არის საქართველოში ვართ მოგეხსენება და ახლა ამაზე რომ არ ვისაუბროთ გემრიელად რა უნდა მივირთვათ, გამორიცხულია დამეთანხმებით. მაგრამ ძალიან მომეწონა ის, რომ მემზადებოდი დღევანდელი გადაცემისთვის, ასე ვთქვათ, მაინტერესებდა კერძი რა იქნებოდა, წინასწარ ნამდვილად არ ვიცოდი და რაც დავინახე ინგრედიენტები ძალიან გამახარა. და პლუს ის აქცენტი თქვენ რომ დაამატეთ, რომ გაზაფხული მოვიდა და ეს რკინა და ამბები, მოკლედ დავასპოილერებ, იმიტომ რომ ჩინურ მეტაფიზიკას პირდაპირ კავშირი აქვს, ასე ვთქვათ, ჯანსაღ კვებასთან და პლუს არის სპეციალური სისტემა, რომელსაც უძახიან უსინ, ჩინურად რამდენად სწორედ გავაჟღერე არ ვიცი, მაგრამ შინაარსობრივად ნიშნავს 5 ელემენტი. და ამ უსინ მარტივია, დღეს მარტივი რაღაცა მოვიტანე, კი ბატონო. და ეს გემოების თანხმედრაზე საუბრობთ, 5 ძირითად გემოზე. გემო, ტემპერატურა, აუცილებლად კერძის ტემპერატურა, ფერი, მათ შორის ფიზიკა, ქიმია, რასაც გვიქოვეს 5 ქიმია არის, ეს ფიზიკური 5 არის. ეს არის მეტა. შესაბამისად და რაც მთავარია, ეგ ყველაფერი თანხმედრაში არის ორგანოებთან. ანუ აი ეს ფერი, გემო, რაც ჩამოთვალეთ, შემადგენელი ნაწილი, პროდუქტი, ინგრედიენტი, საბოლოო ჯამში იმაზე მუშაობ და იმაზე ვაკეთებ ყურადღებას თუ რომელ ორგანოს ჭირდება გაძლიერება და პირიქით შეიძლება რომელიმე გადატვირთულია და იმასთან მიმართებაში ცოტა უფრო მიფრთხილოთ უნდა. ძალიან უნდა გავიგოთ რომელ ორგანოს ჭირდება სიფრთხილე და რომელ ორგანოს ესე პირდაპირ იქამდე სანამ ესე ენდოკრინოლოგი გვეტყვის მაგალითად თუ ეს ეს ენდოკრინოლოგი აუცილებლად ჭირდება, იმიტომ რომ ეს არ არის მედიცინა, ანუ კლასიკური, ექიმთან მივდივართ აუცილებლად ანალიზების შედეგად ვუყურებთ რა გჭირდება და რა არა, მაგრამ ვიცი ჩვენ რომ ფენშუი არის ბალანსი თავიდან ბოლომდე ყველაფერში აბსოლუტურად და მათ შორის კვებაშიც. და აქ იცით რა მინდა გითხრათ, ოღონდ შპარგალკაში უნდა ვნახო, რომ არ შემეშალოს სახელი აუცილებლად ტან დინასტიის ის არ მინდოდა ტან დინასტიის უდიდესი ჩინელი მკურნალის სუნ სი მაო. ხო, ამაზე ხო ჩაშვილოთ, მე უნდა ვისაუბრო. მე უბრალოდ ინტრიგა მინდა ჩამატო. სუნ სი მაოზე უნდა. ახლა სანამ ამ ინტრიგას ჩავშლით, აუცილებლად გეტყვით თუ რა ინგრედიენტები უნდა მოიმარჯვოთ, ან თუ რა შეგიძლიათ რომ შეცვალოთ ძალიან მარტივად, რითაც საფუძვლიან გემოს არ შევცვლით. ასე ვთქვათ, ჭარხალი იხარშება, რომელიც
როგორ უნდა გავიგოთ, რომ მოხარშული არის, ნიშნავს იმას, რომ ხარშვის დროს ჩანგალს გავუყრეთ, თუ მარტივად გაიარა ჩანგალმა, ეს იმას ნიშნავს, რომ მოხარშულია და პირდაპირ ცივწყალში შეგვიძლია გადავიტანოთ და ვხარშავთ კანიანად, რადგან არ გვჭირდება ზედმეტი ნივთიერებების დაკარგვა ამ შემთხვევაში. ასევე ვიყენებთ ხახვის მარინადს, რომელიც არის წვრილი, ასე ვთქვათ, სათესლი ხახვი რომ არის, აი ამ ხახვის მარინადია, მაგრამ ამ ხახვის უქონლობის შემთხვევაში შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ წითელი ტკბილი ხახვი ამ შემთხვევაში, თეთრი ხახვის გარდა, მწვანე ხახვი შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ, ასევე რა თქმა უნდა. ასევე ვიყენებთ კირკაჟ ლობიოს, რომელიც გაამდიდრებს პროტეინებით, კალორიებით და სასარგებლო ნივთიერებებით ჩვენ სალატს და უფრო, ასე ვთქვათ, მაწიერი გახდება და უფრო გემრიელიც, რა თქმა უნდა. ასევე გამოვიყენებთ ორეგანოს, რომელიც მცირეოდენი შტრიხი და ჩარევა არის კლასიკური ჭარხლის სალათის შემთხვევაში, რადგან ორეგანო კლასიკურად არ გვხვდება. ასევე გამოვიყენებთ პომიდორ ჩერის, რადგან ცოტა მეტად გავაცოცხლოთ და მივიღოთ უფრო ესეთი ცინცხალი არომატები. ასევე ვიყენებთ კაპერსი, რომელიც არის ჯონჯოლისებრთა ოჯახიდან, ასე ვთქვათ. იგივე გემო ზუსტად არ აქვს, მაგრამ ხასიათით ზუსტად ესე. აი, კი ბატონო, დააგემონე. ასევე ვიყენებთ ყემალს, რა თქმა უნდა, ზამთრიდან შემორჩენილს. ახალ ყემალს ამ შემთხვევაში არ გირჩევთ, რადგან ზამთრიდან შემორჩენილი ყემალი მეტად უფრო დამჟდარი და დაბალანსებული არის. ყემალს რაც აუცილებლად ჭირდება, უნდა იყოს ბალანსირებული ტკბილმჟავე არომატებში, რომ სალათი მივიღოთ მაქსიმალურად გემრიელი. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ კი მაინც და მაინც ტკბილმჟავე ტყემალი არ გამოგვივიდა, შეგვიძლია ცოტა ქიმიურად ჩავიროთ და დავუმატოთ შაქარი. ასევე რა თქმა უნდა გამოვიყენებთ ნიორს და მარილს, რომ გემოები საბოლოო ჯამში დავაბალანსოთ. ცოცხლად კი გამოვიყენებთ ქინძი, კამა და ლიმონის აი ესეთ შენაერთს. ამასობაში ჩვენ კი შეგახსენებთ, რომ ვამზადებთ ჭარხალს ტყემალში ოდნავ განსხვავებულად, მაგრამ ტრადიციული და ისტორიული საფუძვლების თანხლებით, ასე ვთქვათ. რადგან ვიყენებთ ჭარხალსაც, ვიყენებთ ჭარხლის თანხლებ მოხდენილ მწვანელებსაც, ვიყენებთ ასევე ტყემალსაც და უბრალოდ მინიმალურად ვერევით და ვიყენებთ მხოლოდ კაპერსს და თეთრი ხახვის მარინადს. თაკო ბედნიერ დაბრუნდა, იმიტომ რომ მის ტელეფონს მხოლოდ 4x4 ბზარი აქვს. არანაირი ბზარი მეგობრებო გადარჩა. ტელეფონი. ესე იგი, ჩვენ უკვე გადმოვიტანეთ. ჩვენ უკვე გადმოვიტანეთ. აჰა, ეგ არის ჭარხა. აბარა. ესე იგი, ჩვენ უკვე დავჭერით ერთი კარგი ცერათითი სისხლ, კონა, კამა და ქინძი. დავახეხეთ ერთი კბილი ნიორი და ახლა უნდა გადავიტანოთ აქვე დაჭრილი ჭარხალი, რომელიც გავაციეთ და ესე უნდა გადავიტანოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მწვანილიც ჩაითუშება და იმ ეფექტს დავკარგავთ, რომელიც სურნელის და გემოს სახით გამოიხატება და ასევე, რა თქმა უნდა, ჭარხალიც გააგრძელებს ხარშვას და გადაიხარშება. ახლა მე გავაგრძელებ და კიდევ ჭარხალს ყველას დავჭრი. თქვენ შეგიძლიათ ისაუბროთ და ფენშუიდან გამომდინარე თქვენს სასარგებლო რაციონზე ვისაუბროთ. აი ხა ხო არის გაზაფხული მაგალითად. თანდევი გაზაფხულის თანდევი პროცესები რაც არის ის რომ ნიადაგიდან მწვანეც მოდის, ბოსტნეულიც მოდის, ასევე რავი ბატკანიც მოდის, მაგრამ ჯერ მარხვა არის. ხო, ანუ რას გვირჩევთ, როგორ უნდა იკვებოს ადამიანი, რომელსაც მედიცინური კუთხით, სამედიცინო კუთხით არანაირი კონკრეტული მითითება არ აქვს, რომ აი ეს აუცილებლად უნდა მეირთო. აი, უბრალოდ ადამიანს რომ უნდა რომ გამოიჯანსაღოს ზამთრის შემდეგ ორგანიზმი და კანზეც, ფერზეც, ყველაფერზე შეეტყოს. აი, რას ურჩევდით მაყურებლებს? აი, მაგკითხვას ველოდი. არა, ახლა ძალიან კაი კითხვა, მეც ველოდი ამ კითხვას, თუ არა და მე თვითონ დავიწყებდი და მაინც ასე ვთქვათ ამ პასუხამდე მივიდოდით და ძალიან ყურადღებით გიყურებდი, ანუ ფენა ჯერ რა იყო ჩაჭრილი და ეხლა რა სამყარო. მე მოგიყვანეთ მეთქი მიეხმარება. თქვენ უყურებდით? არა, მე ვუყურებ და ვფიქრობ და დამკვირვებელი, გაეროს დამკვირვებელი, ფენშუის დამკვირვებელი. ფენშუის და აქ რა მინდა გითხრათ. მე ვთქვი უკვე რომ ეს ჩვენი 5 ელემენტის სისტემა არის უსინ, რაზეც დაფუძნებულია საერთოდ კვების წესები ფენშუში და აქ თუ ყველაფერს ვერ ვასწრებთ, ძირითადი ყურადღება მინდა მაინც მივაქციოთ გაზაფხულს. რატო? იმიტომ რომ სეზონურია, ეხლა გაზაფხულია და ძირითადი რაც უნდა ვიცოდეთ, რა ორგანოზე გვაქვს საუბარი და რომელს უნდა მივხედოთ, მივაქციოთ ყურადღება უფრო სწორი ამ შემთხვევაში იქნება და რა საკვები მივიღოთ იმისთვის რომ გავაძლიეროთ ჩვენი ორგანიზმი, რაც თქვენი კითხვა იყო და მინდა გიპასუხოთ. აი აქ მე სპეციალურად მოვიტანა ესეთი რაღაცა, რომ გაზაფხული არის ხის ელემენტის პერიოდი. აი ახლა ხეზე გვაქვს საუბარი და რატო?
აი ირაკლი ხუბძანა რომ ნიადაგიდან მოდის ყველაფერი, მწვანდება, მართლაც ესეა. შესაბამისად, პრიორიტეტული ფერი არის მწვანე და ყველა ის პროდუქტი, რომელიც არის მწვანე და რომელსაც აქვს მომჟავო გემო. აი რო ვთქვი, რომ კერძი არ ვიცოდი დღეს რა იქნებოდა, მაინტერესებდა და ვიკითხე, ანუ კლასიფიკაცია ამ კერძის გემოსი რა არის და ირაკლიმ რა თქვა? კბილმჟავე. კბილმჟავე და მჟავე. ჭარხალის მაგიტომ ავარჩიეთ, ფაქტურად მწვანეა. კი ბატონო. არა, ჭარხალი და იქამდე ნიადაგი რო იყო ზურახსენებაში, აი ძმაო. მწვანე კი ბატონო და კაპერში გასინჯება, რო თქვი რომ ძალიან მჟავეა. ძალიან მჟავე. აი ეს გემო როგორ გითხრათ, მნიშვნელოვანია ეხლა ამ პერიოდში გაზაფხულზე და გჭირდება აუცილებლად ორგანოებს განსაკუთრებით რომელს აი აქ რაც არის დაწერილი, ეს არის ღვიძლი და ნაღლის ბუშტი. ეს არის ორი ორგანო, რომელიც საჭიროებს ყურადღებას ჩვენი მხრიდან და სწორ კვებას. აქ არა მარტო იმაზე არის საუბარი, რომ ჩვეულებრივად რა მივირთვა და ჩვენი მენიუ რა იქნება. კარგად თქვი შენ რომ სწორი კვება და წონის დაკლებაც არის. აქ რა თქმა უნდა დალინკული, იმიტომ რომ თუ სწორი კვება არის, შესაბამისად იკლებ წონაში, თუ ეს არის ჩვენი მიზანი. თუ არა და პირიქით, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი არის სხვა პრობლემით, რომ ვერ ვიმატებ. ესეც ბალანსი. ეს ინტერესიდან გამომდინარე არის ზოგადად და ასე თუ ისე რთულია როგორც მომატება. არის ბევრი ადამიანის მე პირადად ვიცნობ, ვისაც ესაჭიროება წონაში მატება, მაგრამ და კარგ რაციონსაც მიირთმევს, მაგრამ ასე თუ ისე არ გამოსდის ეგ საკითხი, იმიტომ რომ მეტაბოლიზმიდან გამომდინარე და ბევრი საკითხიდან გამომდინარე ლაგდება ეგ საკითხი. გაუშვებოთ ამ ამბავს. იმიტომ რომ კონსულტაციაზეც მოდიან, მე არ ველოდი, სიმართლე რო გითხრათ, სულ მაქვს ამისი პრობლემა, რომ ჭარბი წონა და როგორ დავიკლო და ადამიანი რომ მოდის პირიქით, სხვა პრობლემით როგორ მოვიმატო, აი მის მერე სხვანაირად დავინახე და ედროს მეც ესე ვიყავი. როგორ მოვიმატო. და აქ კიდე რა მუშაობს, იცი, თუ ჭარბად გვაქვს ამ თუ იმ ელემენტის ენერგია, ანუ შესაბამისად ჩვეულებრივი ენით რო ვთქვათ, ამა თუ იმ ინგრედიენტის ან პროდუქტის მეტ ენერგიას ვიღებთ, ვიდრე ჩვენ გვჭირდება, ისევ და ისევ ჩავდივართ იმაზე, რომ გაზაფხულია და ხის ელემენტია და ღვიძლი და ნაღლის ბუშტია. შესაბამისად ეს ჭარბი ენერგია გვაწევს ნეგატიურ ფონს. ფონზე აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე მაქვს ხმამა ადამიანი რომელსაც აქვს აი ამისი პრობლემა აი გაზაფხულზე ისევ და ისევ გაზაფხულზე მაქვს საუბარი და ამ ინგრედიენტებზე უყვარს ხმამაღალი საუბარი და ვერ აკონტროლებს თავის თავს და არის რას მეუნებით კაცო ხმამაღალი საუბარი უყვარს? თავს ვერ აკონტროლებს? თავს ვერ აი მასე ზუსტად და შესაბამისად მეორე არის ესეთი ზედსართავი სახელი მოდით ესე თქვა თუ რა ვიცი მახასიათებელი რომელიც არის აი ესეთი რისხვიანობა და აი ეს მაჩვენებლები იმაზე გვეუბნებიან უკვე რომ ზუსტად აი ამ ორგანოებს უნდა მივხედოთ და პირველ რიგში რაციონს და აქ რასაც ხედავ აი ეს ჩვენი რა გვაქვს მისახედი? ხალ ნახო. აი ლიმონი, ციტრუსოვანი, ნებისმიერი ლაიმი მით უმეტეს, იმიტომ რომ აქ ორი ერთია. ფერი არის მწვანე და გემო არის მომჟავო. მოკლედ აი გაზაფხულის ფერები არის მწვანე. ნუ ეგ ბუნებრივია და მომწონს ძალიან რომ ორგანულად ჩავჯექით ამ თემაში და გემოს რაც ეხება სიმჟავეა. გემოს რაც ეხება, გადავიდეთ პირდაპირ გემოზე და მივხედოთ არა მეტაფიზიკა როგორც ასეთი ყურში ძალიან კარგი მოსასმენია, მაგრამ ყურს არაფერი ეშველება თუ ქიმიაზე არ გადავერთეთ, ამიტომ აუცილებლად ახლა ჩვენ აქ რა გავაერთიანეთ ეგ ვთქვათ და გავაგრძელოთ გაერთიანება. მოხარშული ჭარხალი სასურველ ზომებად, ნორმალურ, აი ჩანგალი რომ კარგად ერჯობოდეს, ესეთ ზომებად დავჭერით, დავუმატეთ ჩერი პომიდორი, შეგიძლიათ გამოიყენოთ ასევე ჩვეულებრივი ვარდისფერი პომიდორიც, მაგრამ ახლა ამ სეზონიდან გამომდინარე ჩერი პომიდორი ყველაზე ადეკვატური პომიდორი გამოდის. ასევე დავამატეთ კინძი ერთი კარგი კონა, დავამატეთ კარგი კონა, ასევე კამა, დავუმატეთ ერთი კარგი კბილი ნიორიც, მოზრდილი, ნიორი ვის როგორ უყარს მაგაზია დამოკიდებული, იმისათვის რომ ნოყიერის გახდეს, პროტეინებით სავსეც რომ გახდეს ჩვენი სალათი და ოდნავ განსხვავებულსაც ვერ ვიტყოდი, რადგან ბევრი ადამიანი ბევრ ოჯახში მინახავს და ბევრჯერ დამიგემოვნებია თუ როგორ ურევენ კიკას ლობიოს ჭარხლის სალათში. იქიდან გამომდინარე, რომ ჭარხლის სალათს დავუმატეთ ჩვენ ლობიო და ასევე ჭარხალიც გვაქვს, რა თქმა უნდა, იმისათვის რომ შევიტანოთ დამატებითი მჟავე ელემენტები გარდა პომიდრისა, რადგან პომიდორს ტკბილი გემოს ძალიან კარგად თანდაყვება. ესევე დავუმატოთ ეს არის კაპერსი, რომელიც როგორც წეღან თქვით, ჯონჯოლის მსგავს არომატს გვაძლევს. თუ მაინც და მაინც გინდათ რომ
მჟავე ელემენტები შეიტანოთ, მაგრამ კაპერსზე უცბად ხელი არსად მიწვდა, შეგიძლიათ რომ ჯონჯოლი კარგად გადაკეპოთ და დაუმატოთ და ჯონჯოლის შორეული ნათესავი არის, საზღვარგარეთ. კი ბატონო, ხო არა, დაშვი არა შორეული. ანუ ჯონჯოლზე რო გვეკითხებიან, უნდა უთხრათ რომ ჯორჯიან კაპერსია. აი ზუსტად, ჯორჯიან კაპერსია. კი ბატონო. Yes, of course. კი ბატონო. ეს არის ხახვი. აი ეს არის კიდევ ხახვი, ხო, დამარინადებული ხახვი, რომელიც პირდაპირ დაჭრის გარეშე ძალიან კარგია, რადგან დაგემოვნების დროს, აი იმ 5 ფიზიკურ დეტალს რომ მნიშვნელობა აქვს, ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ღეჭვის პროცესს, ასე ვთქვათ, რადგან დაგემოვნების დროს და ღეჭვში სხვადასხვა გემოები, აი ეს კდება, მომდინარეობს და პლანებს ცვლიან ერთი მეორეში და ამიტომ იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ გვინდა რომ სადღაც მესამე მეოთხე პლანზე იყოს ხახვის არომატი, ასე გავუკეთოთ. ახლა დავუმატოთ მარილი. მარილი არის ცოტა სუბიექტური და ინდივიდუალური. მე დავუმატებ ზუსტად იმდენს, რამდენიც სამ ადამიანს და ასევე ადამიანებს ძალიან მოეწონებათ და შეგიძლიათ 2-3 ციკლი გამოიყენოთ, ბევრი რომ არ ვისაუბროთ მარილის რაოდენობაზე. და ორიგანო, რომელიც წეგან ვახსენეთ, რომელიც ცოტა პიკანტური, ცოტა სასიამოვნო, ცოტა განსხვავებულ და სასარგებლო გემოებს მოგცემს. აი თემაზე როდის გადავა ეს მაინც. ახლა კი შეიძლება ორი რაღაცა დავამატო, სანამ ესე მე მარტო ყემალს დავუმატებ და თქვენ რაც გინდათ ის დავუმატებ. ესე იგი ახლა კი დავუმატოთ ყემალი, კარგად ამოურიოთ და სერვირებას ნახავთ შემდეგ ჩართვაში. ახლა კიდე ქალბატონ ირინეს მოусმინოთ რა დასპოილერებას რომ განებით. დასპოილერებაზე მივალ, კი ბატონო, კი. აქ უფრო მინდა გავშალო თემა, ასე ვთქვა და გავაგზავნო, იმიტომ რომ კითხვა იყო და გაჟღერდა, წითელიაო, აბასადარიო. აბა ხო, არა, ლოგიურ. წვანე ყემალით მაინც გეკეთებინათ. არა, კარგია, ეს წითელი აუცილებლად ჭირდება, რატომ? აი მწვანე. ისევ და ისევ ბალანსია ყველაფერი, კი, ნიადაგი არის მწვანე, წითელ ინგრედიენტს რაც ეხება ძალიან კარგი რაღაცა, იმიტომ რომ ჭარხალი, ძალიან სასარგებლოა და რატო ვაქცევ ყურადღებას ახლა წითელზე? იმიტომ რომ ამ კონკრეტულ კერძში არის გაზაფხულის 엘ემენტები. ერთია და მეორე რომ ვემზადებით ზაფხულისთვის. რატომ ახლა შემეკითხები წითელი ზაფხული უფრო ისეთია, ანუ ჯდება ასე ვთქვათ ასოციაციაში, მაგრამ რომ ისევ დაუბრუნდეთ აი ამ სისტემას, ზაფხულში ჭარბობს წითელი ფერი და არის საუბარი გულზე. აუცილებლად უნდა მივხედოთ გულს, მაგრამ მივიღოთ წითელი ფერის ინგრედიენტები და ცხარე გემოსი. ოღონდ ცხარესაც გააჩნია და უნდა ვაკონტროლოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ ჭარბია მსგავსი ენერგია ორგანიზმში, ხდები ძალიან ფეთქებადები, ძალიან ემოციურები. ჭარბია ეს ენერგია თუ? კარგია, არომატი არის თუ მარილი ხო, მარილი. ეხლა მარილს და სუნელს რაც ეხება, ბალანსის მიხედვით, ფენშუის აი ეს უსინის წესების მიხედვით, ყველას რაც ეხება, სუნელი და მარილი სულ ბოლოს უნდა დავამატოთ აუცილებლად. ეხლა არ დავიწყებ ელემენტებად დაშლას, მაგრამ ჩვენი ასე ვთქვათ ჰარმონიის შესანარჩუნებლად აუცილებელია რომ ბოლოს და ეხლა გაზაფხულის ბოლოდან და ზაფხულის მანძილზე სასურველია რომ ამ სუნელების, მარილის და აი ბოლო აქცენტების დამატების დროს აღარ წამოვადუხოთ ჩვენი კერძი. ამასობაში ჩვენი ჭარხალი ტყემალში მზად არის. ჭარხალი ტყემალში ვისაც გაგისინჯავთ, კარგად იცით როგორი სურნელი აქვს. ხო და აი ზუსტად ეს თქვენ დაგემოვნებას მიხედეთ ჩემს ზურამ. ალბათ ირინე სათქმელი აქვს არჩენილი ჩვენთვის, ამიტომ ჩანგარით თქვენ. უი, მადლობა დიდი. კოვზები კიდევ თქვენ. თქვენ სანამ დააგემოვნებთ, ალბათ ირინე თავისას. ვეწეს და შემდეგ. აი, უნდა გავსინჯო? არა, უნდა უყუროთ. აბა, ვუყურებ მთელი გადაცემა და ეხლა. ესე იგი, ვინც ახლა შემოგვიერთდა და გამოტოვა რეცეპტი თუ როგორ მოვამზადეთ, გეტყვის რომ პატარა შტრიხები და ცვლილებები კი გავუკეთეთ ჭარხალს ტყემალში, მაგრამ ძირეულად ტრადიციულად ჭარხალია ტყემალში. ამიტომ თუ მაინც და მაინც ჩვენი შეხედულებები ჭარხალი ტყემალთან გაინტერესებთ, შეგიძლიათ Facebook გვერდზე, პოსტალიონის გვერდზე გადმოხვიდეთ, იხილოთ ვიდეო თუ როგორ მოვამზადეთ და გაიმეოროთ სახლში ძალიან მარტივად, გემრიელად და სასარგებლოდ. ეს ის შემთხვევაა, რომელიც შეგიძლიათ სახლში გაიმეოროთ, ხო არის ხოლმე რაღაცა. ზუსტად ეგ არის. მომენტ რომ სახლში ნუ გაიმეოროთ, ეს სახლში გაიმეორეთ კი, ზუსტად. უნდა გავჩუნდე, იმიტომ რომ ეს არომატი თქვენ არ უნდა გაჩვენოთ, იმიტომ რომ 3 წუთი თქვენია მიჩუქნია და არადროს რუან ყოფნით, ახლა უნდა გაჩუნდეთ. გემრიელი რაღაცა გამოვიდა. ამ საფუძველზე პირიქით ენერგიის მოზღობას უნდა გძნობდეთ და ზუსტად ეგ არის. მართლა ძალიან გემრიელია ხახნო და მიყვარს კიდევაც. მე მგონი ყველას გვიყვარს, რავი, ისეთი კერძია რომ საქართველოში არ მეგულება ადამიანი, ვისაც მსგავსი კულტურაზე გადის პირდაპირ, ამიტომ გემრიელი. ისევ და ისევ რაღაცა შემაჯამებელი, ასე ვთქვათ, ნოტა გაუშვათ ამ ყველაფრის, ეს ჩვენი ჯანსაღი კვება, ფენშუი და ამათი შერწყმა.
გარდა ამისა, რომ დღეს ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა ელემენტებზე გვაქვს საუბარი, რამდენად სეზონურია ეს ყველაფერი, დაბალანსებულია, რიგითობა როგორია, ჯერ რომელი ინგრედიენტი უნდა გაუშვათ, რომელ ორგანოს უნდა მივაქციოთ ყურადღება, ამა თუ იმ სეზონში და გაზაფხულზე ქონდა საუბარი. მე ასევე მინდა 1-2 სიტყვა დავამატო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მასალა მოვიტანე, მაგრამ როგორც ყოველთვის ვერ ვასწრებ და მომავალი. თქვენ 1-2 სიტყვა დავამატეთ, მე მარის დავამატებ. კი ბატონო, არ იყო საკმარისი? არა, როგორ არა ხუმრობ. კარგი ბატონო. ამ ჩვენი ფენშუის და კვების წესების ჭრილში შეგვიძლია ძალიან ბევრი რაღაცა დავამატო და აუცილებელია კიდევაც. მათ შორის ესეთი მნიშვნელოვანი რაღაცა, როგორც არის გასქურის ადგილმდებარეობა, როგორც სამზარეულოში, ასევე მთელი ბინის მასშტაბით. ბოდიში, აი გასქურასაც შეეხება, ჩემი აზრით, იქ უნდა იდგეს, სადაც გამწოვია. გამწონი ფანჯარასთან. არა, ჩრდილო-დასავლეთით. არა, ხო, მაგრამ ფანჯარასთან ახლოს ხო უნდა იყოს. ოღონდ დასავლეთი არა, აღმოსავლეთი. აღმოსავლეთი უკაცრავ. სუმერე ეს დასავლეთი. მეცნიერება სხვათა შორის. მაგრამ რეალურად არის წესები, ამაზე მართლა არ დავიწყებ საუბარს, იმიტომ რომ ვერ ჩავეტევი დროში. მეორე, რასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, ეს არის ჩვენი გასქურის მიმართულება. ანუ აი ის კი, აი ეს რა ქვია მას, რითიც ვრთავთ რაღაცა ჩამთველები, კი ბატონო, საით იყურება ეს ჩვენი ჩამთველი, ეგ მეორე. მესამე არის უკვე არა გასქურაზე და არა ფენშუი აუდიძე მაქვს საუბარი, არამედ ადამიანის ჯანსაღ წესზე. იმიტომ რომ წეგან რო ვახსენე, აი ჩინეთიდან მოდის ზუსტად ეს მტკიცებულება, რომ ჯერ ჩვენი კვება უნდა მოვაწესრიგოთ და ეს ჯანსაღი კვების წესები უნდა, ასე ვთქვათ, ავითვისოთ და მე უკვე მივმართოთ ეს. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ერთ შეგერთებით, ჩინელებმა თავიანთ კვებას მიხედონ, მაგრამ რაღაც. ხო, ჩვენ კი გეთანხმები აბსოლუტურად, მაგრამ აი წესები ჩვენ ჭახალი გვაქვს ყემალში და მაგრამ ეგენი და სიტყვია. იცი რა, ისიც მომეწონა, რომ დღეს ძალიან ორგანულად ჩავჯექით, აი ჩვენი კერძი, რომელიც კულტურა იმაზე კოდზე, გენკოდზე გადის, კარგად თქვი, ძალიან მართლა ეგრეა და ახალი ტერმინი როგორ არის დავმეხსოვრო? კულინარია ხო არის და არის ფენშუინარია. კი ბატონო, ახალი ჰეშტეგი დაიბადა დღეს და გარდა ამისა, იცით რა მინდა გთხოვოთ და გაგიზიაროთ კიდევაც. აი ეს თვითონ პროცესი, კერძის დამზადების პროცესი არის ერთგვარი მანტრა და მედიტაცია. ჩვენ ვიცით რომ ამას რისთვის ვაკეთებთ? ნამდვილად არის. არა მარტო იმიტომ რომ უნდა დავჭდე და თვითონ მივირთვა, არამედ სხვებს გაუზიარო, მესმის რომ ამოიწურა და ენერგიის სახით გისურვებ ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და ბედნიერებას და ძალიან დიდი მადლობა.